რიგით მეხუთე ომბუდსმენის პირველი სამუშაო დღე უჩანანუაშვილმა პირველი შეხვედრებით გამართა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა. მისი თქმით, ეს თარიღით სიმბოლური დამთხოვა. ახალი სამუშაო კაბინეტიდან ახალი სახალხო დამცველი ქრონიკასთან მთავარ პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. რიგით მეხუთე სახალხო დამცველის პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო. უჩანანუაშვილი ადამიანის უფლებების დაცვას ახალ თანამდებობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს შეუდგა. კოლეგების გაცნობის შემდეგ საკუთარი სავარძელი ჯერჯერობით მხოლოდ ტელეკამერებისთვის მოირგო. პირველ დღეს პირველმა უფლებადამცველმა პრიორიტეტებზე არა, მაგრამ ომბუდსმენის აპარატის მუშაობის ძირითად პრინციპზე ისაუბრა. არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ოფისი გახდეს მაქსიმალურად პროაქტიული. ანუ არ იყოს ლოდინის რეჟიმში მუშაობა, როდესაც ოფისი ელოდება შემოსულ განცხადებებს. მეტად უნდა იყოს მომართული, იგივე თანამშრომლები მაქსიმალურად უნდა ეცადნონ, მოიძიონ დარღვევის შესახებ ინფორმაცია, იმ ტენდენციების შესახებ, რომელიც არსებობს ამა თუ იმ სფეროში. სახალხო დამცველის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ციხეებში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. უჩანანუაშვილის სასჯელახსრულების სისტემას ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ყველაზე რთულ სეგმენტად მიიჩნევს. ამბობს, რომ პენიტენციალური სისტემა უფრო მეტად ღია უნდა გახდეს. სახალხო დამცველის აპარატთან უნდა არსებობდეს როგორც სასჯელახსრულების დაწესებულებების, ასევე ფსიქიატრიული დაწესებულებების, შეერაღებული ძალების მონიტორინგის საბჭოებით. ჩემი პრიორიტეტი იქნება რეგიონებში მუშაობა, რომ რეგიონალური ოფისები მაქსიმალურად გაიზარდოს. მე ვეცდები ჩემი კონტაქტების გამოყენებით, ურთიერთობით კონფლიქტურ ზონებთან გამოვიყენო მაქსიმალურად, რათა იმ მოსახლეობის უფლებები, ვინც ცხოვრობს კონფლიქტურ ზონაში, იყოს მაქსიმალურად დაცული. პირველ სამუშაო დღეს სახალხო დამცველმა ძველ თანაგუნდელებთან ერთად საქართველოში უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა. უჩანანუაშვილი ამერიკის ელჩსა და არასამთავრობო სექტორს ახალი სტატუსით შეხვდა. ვინაიდან ერთობლივად მოგვიწია ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთება, მაქვს ძალიან პოზიტიური გამოსწრება მასთან თანამშრომლობის და იმედი მაქვს, რომ მისი გულისხმობები დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და მისი კვალიფიციურება ამ საკითხებში ძალიან დადებით შედეგებს გამოიღებს საქართველოში. უჩასთან ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი მუშაობის და კოოპერაციის გამოცდილება. მე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ყოველთვის ძალიან, ასე ვთქვათ, პროდუქტიული თანამშრომლობა. ის არის, ასე ვთქვათ, თავდადებული ადამიანის უფლებებისთვის. ახალი სახალხო დამცველი პრიორიტეტების განსასაზღვრად რამდენიმე დღეს ითხოვს. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა ოფიციალურად უნდა დატოვოს. უჩანანუაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტმა ომბუდსმენად 7 დეკემბერს აირჩია.